როგორ უქმნიან სინდისის პატიმრების ოჯახებს ხელოვნურ ბარიერებს თბილისი ბათუმის მატარებელი მხოლოდ იმის გამო ვერ გავიდა დროულად, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ პატრული გამოიძახა, რადგან რეჟიმის ტყვეების მშობლებს ხელში ბანერები ეჭირათ და მათი შვილების მხარდამჭერი მაისურები ესვათ. როგორ განვითარდა მოვლენები ვრცლად თაკო მაისურაძე მოგიყვებათ ახლა პირდაპირ ეთერში. თაკო, გისმენთ. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს დღეს ჩვეულ რეჟიმში უნდა წარემართათ კამპანია, როცა ისინი დადიან რეგიონებში და აცნობენ მოქალაქეებს მათი შვილების შესახებ, მათი მეუღლეების და ადამიანების უბრალოდ ვისაც გულშემატკივრობენ, რომ რატომ სხედან ისინი ციხეში. მათ აქვთ ხოლმე ბანერები დაკიდული, სხვადასხვა საპროტესტო ბანერებიც აქვთ და ბანერები, რომელზეც წერია, რომ ისინი ითხოვენ თავისუფლებას კონკრეტული პირების, სინდისის პატიმრების და დღეს მათი რეისი დაგვიანდა სწორედ იმის გამო, რომ ისინი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები მატარებელში ავიდნენ ამ ბანერებით, რატომღაც რკინიგზამ პრობლემა შეუქმნა ამ ადამიანებს, გამოუძახა პოლიცია, როგორც ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული და მათ უშლიდნენ ხელს, რომ ამ ბანერებით წასულიყვნენ აჭარაში და გაემართათ კამპანია და ამის შემდეგ 400 კაცს დაახლოებით მათთან ერთად შეექმნა გადაადგილების პრობლემა, თუმცა საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ გაუშვეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ისინი აფასებენ ამ ყველაფერს როგორც ქართული ოცნების შიშს, რომ ისინი ავრცელებენ მართალ ინფორმაციას. მატარებელი შეიძლება გააჩერონ, მაგრამ სინდისის პატიმრების მშობლების და ოჯახის წევრების ბრძოლას ვერ გააჩერებენ, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან თავიანთი შვილების, ოჯახის წევრების თავისუფლებისთვის და არიან მართლები. ახლაც მივემგზავრებით აჭარაში, მას შემდეგ რაც 20 წუთის დაგვიანებით გავიდა მატარებელი, რადგან კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანაყოფები ყველა იყო მობილიზებული აქ იმისთვის, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა და მოეთხოვათ ის, რომ თურმე ეს ბანერები, რომელიც მშობლებს აქვს წელიწად ნახევრის განმავლობაში გულზე ჩამოკიდებული, ამითი მატარებელში ამოსვლა თურმე არ შეიძლება. ჩვენ რა თქმა უნდა, არც ბანერები არ მოვიხსენით და შესანიშნავად ვაგრძელებთ ახლა მგზავრობას. საოცარ ამბავს შევესწარით, ბათუმისკენ მიმავალ მატარებელი, რომელშიც სავარაუდოდ თურმე როგორც გავიგეთ, არის 400 კაცი, 20 წუთით გვიან წავიდა. იმიტომ რომ მისმა ხელმძღვანელობამ ვერ გაარკვია, შემოუშვას თუ არა პოლიტპატიმრის და სინდისის პატიმრის მშობლები ამ ვაგონებში, რადგანაც ზოგიერთ მშობელს აწვია მაისური თავისი შვილის გამოხატულებით და ზოგიერთ ჩვენი შვილის ბანერი გვეკეთა. ჩვენ არაფერს არ ვაჩავებთ, გარდა იმისა, რომ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მატარებელი უნდა გასულიყო 11 საათზე, თბილისი ბათუმის მატარებელი და ჩვენ კიდე 11:25 ისე გამოგვიშვეს. კი არ წამოვიდა, გამოგვიშვეს, დაგვადგა მთელი პოლიცია. ბანერი მეკეთა ჩემი შვილის. ჩემი შვილი სანამ 8 კვადრატში იჟება, ეს ბანერი გულზე ეკიდება დედას. გამწარებულ დედას და ამას ვერავინ ვერ მოხსნის. სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები მივემგზავრებით აჭარაში, უნდა შემოვიაროთ გურია, ფოთი, ურეკი, ქობულეთი, მოსახლეობასთან შეხვედრა გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ვუმტკიცოთ ყველას და აუხსნათ ჩვენი შვილების უდანაშაულობა. მატარებელში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეგვიქმნეს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც დანაშაულია, რომ ჩვენი შვილების და ჩვენი ოჯახის წევრების სინდისის პატიმრების მაისურებით გავდივართ. სრული სიგიჟეა და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ცალსახად მეტყველებს რეჟიმის უსუსურობასა და იმაზე, რომ გადაწყვეტილების უნარიანი მხოლოდ ერთი კაცია ამ ქვეყანაში. როგორც მოისმინეთ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და მათ გულშემატკივრებს დაბრკოლებები არ აშინებს და ისინი აპირებენ, რომ გააგრძელონ ეს კამპანია და სიმართლის თქმა იქამდე, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.